კვლავ სკოპიეში ვართ, მაკედონიაში და ამჯერად ქალაქის მთავარ მართლმადიდებლურ ტაძარს ვიღებთ, რომელიც განსაკუთრებულია თავისი ექსტერიერით. ესაა ოჰრიდის წმინდა კლემენტის ეკლესია, რომელიც მე-20 საუკუნის შენობაა და სკოპიეს ძველი და მოდერნისტული არქიტექტურის საინტერესო შერწყმას წარმოადგენს. გარდა არქიტექტურული გამორჩეულობისა, ეკლესია ჩრდილოეთ მაკედონიის უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარიცაა. ეკლესიის მშენებლობა 1972 წელს დაიწყო, 18 წლის შემდეგ კი 1990 წელს ტაძარი კლემენტ ოჰრიდელის სახელზე აკურთხეს. ტაძარს გამორჩეულად დიდი გუმბათი აქვს, მისი ფართობი 650 მეტრ კვადრატს შეადგენს. ეზოში 45 მეტრის სიმაღლის სამრეკლოა, აქვე ხვდებით შადრევანს, რომელიც ისლამურმა რელიგიურმა თემმა უსაჩუქრად აძარს. წმინდა კლემენტის ეკლესია ნათელი მაგალითია იმისა, რომ სატაძრო არქიტექტურაში მხოლოდ სიძველე არ ფასობს, არამედ მნიშვნელოვანია ინოვაციური და ახლებური ფორმების ინტეგრირება ტრადიციულ ხუროთმოძღვრებასთან. სკოპიეს შუაგულში ურბანული ქაოსის ფონზე მოულოდნელად ჩნდება ნაგებობა, რომელიც უფრო იდეას ჰგავს, ვიდრე უბრალოდ ტაძარს. კლემენტ ოჰრიდელის ტაძარი არ ცდილობს წარსულის კოპირებას, ის წარსულს თავისი ფორმით ელაპარაკება. მისი ექსტერიერი მკაცრია, მონოლითური და თითქმის ასკეტური. აქ ვერ ნახავთ ტრადიციულ ორნამენტულ სიჭარბეს. ამის ნაცვლად ტაძარი ქმნის მასისა და სიმძიმის არქიტექტურულ პოეზიას. მრგვალი, საფეხურებად ამავალი ფორმები ზემოთ მიემართება, თითქოს მიწიდან ამოზრდილი ქვა ნელ-ნელა ცისკენ იწევს. გუმბათი არ დომინირებს აგრესიულად, ის თითქოს ლანდშაფტში იძირება. ტაძარი ცალსახად ქალაქის ნაწილია, თუმცა ამავე დროს მისგან სრულიად გამიჯნულია. ბეტონის ცივი ტექსტურა და მკაცრი გეომეტრია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ტაძარი დროს არ ეკუთვნის, ის ერთდროულად უძველესიცაა და თანამედროვეც. ფასადზე სინათლე სხვაგვარად მოძრაობს, დღის განმავლობაში ჩრდილები ცოცხლდებიან, ფორმები იცვლება და შენობა თითქოს სუნთქვას იწყებს. ტაძარი თითქოს სილუეტია, სიმბოლო, განცხადება, რომ სიწმინდე შეიძლება გამოხატული იყოს არა დეკორაციით, არამედ ფორმის სიჩუმით. ტაძრის უნიკალური ექსტერიერი გვიჩვენებს, რომ არქიტექტურა შეიძლება იყოს ლოცვა, არა სიტყვებით, არამედ ქვით. ტაძრის შიგნით შესვლისას ქალაქი უკან რჩება, ხმაური ქრება, დრო ნელდება და სივრცე იწყებს საუბარს. კლემენტ ოჰრიდელის ტაძარი ინტერიერში აღარ არის უბრალოდ არქიტექტურა, აქ უკვე განცდაა. პირველი, რაც თვალში გვხვდება, არის სივრცის მასშტაბი. გუმბათი მაღლა იშლება და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჭერი კი არა, ცაა შენს თავზე გადახურული. ყველაფერი მრგვალ, რბილ, დენად მოძრაობაშია, კედლები, თაღები, გადასვლები და ეს წრიული ფორმა ადამიანს თითქოს ცენტრისაკენ, სიჩუმისაკენ მიაქანებს. ეკლესიაში იესო ქრისტე 70 კვადრატული მეტრის ზედაპირზეა გამოსახული. ფიგურის თვალის დიამეტრი 1,5 მეტრია. ინტერიერში დეკორაცია მინიმალურია, მაგრამ ამ მინიმალიზმში იმალება ძალა. კედლები არ ცდილობს ყურადღების მიპყრობას, ისინი გიბიძგებენ შინაგან კონცენტრაციაზე. აქ არაფერია ზედმეტი, რადგან მთავარი თავად სივრცეა. სინათლე ტაძარში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ის უხვად და ჭარბად არ იღვრება. ფრთხილად დოზირებულად შემოდის, ზემოდან ეშვება და იატაკზე რბილად ეცემა. ეს თითქოს არქიტექტურული სიჩუმეა, რომელიც ლოცვას ჰგავს. ხატები და ფრესკები სივრცეში არ დომინირებს, არამედ მას ერწყმის. ისინი არ ყვირიან, არ ითხოვენ ყურადღებას, თითქოს ელოდებიან, როდის მიუახლოვდები. აქ სიწმინდე არ არის დეკორაციით დამტკიცებული, ის იგრძნობა სიმძიმეში, სიცარიელესა და სიმშვიდეში. კლემენტ ოჰრიდელის ტაძრის ინტერიერი არ გეუბნება, რა უნდა იფიქრო, ის უბრალოდ გიტოვებს სივრცეს, რომ საკუთარ თავთან დარჩე. თუ მოხვდებით სკოპიეში, გირჩევთ მოინახულოთ ეს საინტერესო ძეგლი. სულიერად გამდიდრდეთ და დატკბეთ მშვენიერი სანახაობით.
თუ მოგეწონათ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში. არხის განვითარების მიზნით კი დაალაიქეთ ვიდეო და გამოგვიწერეთ.